ბაჰარი. რასი ბინძურია. ნავიგატორის მითითებით სწორ ადგილას მოვედი, მაგრამ აქ არაფერია. სად მოვედი, სად ვარ? ისევ რას ხლარ თავ. აქ რა დაგრჩა? დემირ. სადღაც აქ არის. სად არის? აქ არავინაა. სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემთვისაც გმადლობთ, რომ მოხვედით. ისე მესტუმრეთ. ნახვამდის. მომიკითხეთ თქვენი შვილი. ნახვამდის მუსტაფა ბეი. მადლობელი ვარ. მოგეწონა? ხომ კარგი ხალხია? ხო, ნურჯან. რა კეთილი და კარგი ხალხია. გმადლობ შვილო, რომ გამაცანი. გმადლობ. რას ამბობ არაფერს? მადლობა უნდა გადაგიხადო. განაადვილია ასეთი ხალხის პოვნა. ჩვენს დროში ეს იშვიათობაა. მართალს ამბობ. იმედია ხაზანს ბიჭი მოეწონება. მეც დიდი იმედი მაქვს, ნურჯან. ყველაზე მეტად ისმინდა, რომ ჩემ შვილს კარგი ოჯახი ჰქონდეს. ჩემნაირი პრობლემები არ აწუხებდეს. ღმერთმა აშოროს ჩემნაირი ბედი. ამინ ძვირფასო. ხაზანი როგორმე დაარწმუნა, რომ შესახვედრა წავიდეს. ერთმანეთი გაიცნონ. ნურჯან, ერთი აზრი დამებადა. ხაზანს კაბა აქვს, რომელიც გამოსაშვებს საღამოზე ეცვა. ჩემი გოგო პრინცესასავით გამოიყურებოდა. ახლა რატომ გაგახსენდა? თუ ხაზანი იმ ბიჭთან შეხვედრას დათანხმდება, აუცილებლად ის კაბა უნდა ჩაიცვას. ნურჯან, მოდი გაჩვენებ. კარგი, წამოდი. მოდი, მოდი. შეუძლებელია. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი ხანია მელოდები? არა, ახლა ხან მოვედი. ხო, კარგი. ისე მეყურებდი, რომ მიფიქრე დამაგვიანდა. მე ვტკბებოდი.
ძალიან ლამაზად გამოიყურები. ეს ჩასაცმელი გიხდება. გმადლობ. შენც მოდურად გაცვია. ელფინი როგორ არის? მასე ვდარდობ. სადარდებელი არაფერია, ჩვეულებრივი გაციებაა. ხვალ კარგად იქნება. დამიჯერე. არ გაუმართვა. ფილმის ნახვა ძალიან უნდოდა. რას ვიზამთ? წავიდეთ? მალე დაიწყება. ხო, წავიდეთ. გთხოვთ? აბა ვნახოთ. საწავიდა. ეს რა არის ლაქა? არა, შოქი ეცემა. ნურჯან, ნახე, აი ეს კაბაა. ღმერთო, სიტყვები არ მყოფნის რა კაბაა. სკოლის მერე იგივე ზომას ატარებს. კარგად ექნება. ჩემი შვილი ძალიან ლამაზი იქნება. ღმერთმა შვილი საქორწინო კაბაშიც განახოს. ჩემო ნურჯან. გმადლობ, გმადლობ. ახლა წავალ. ღმერთმა ქნას მათი საქმე კარგად წავიდეს. ამინ. იმედი მაქვს. მოდი შვილო გაგაცილებ. არა, დაისვენე თვითონ წავალ. არა, რას ამბობ, გაგაცილებ. შვილო, დიდი მადლობა. ბედნიერად. ნახვამდის, ღმერთმა დაგლოცოს. კაბა როგორ დაიჭმუჭდა. ახლა ვახშამს მოვამზადებ, მერე კი დავაუთოვებ. აი. გასაგებია. დარწმუნებული ხართ? სრულიად. საქმე შეუდეგი. წამოდი. კარგია, რომ ფილმი ვნახეთ. იმედი მომეცე. ხო, გეთანხმები. ფილმი გვარწმუნებს, რომ არასდროს არ უნდა დანებდე. მართალია. ექიმა გოგოს უთხრა, რომ მეხსიერება არ დაუბრუნდებოდა. თუმცა ის არ ნებდებოდა. მართლაც, რადგან ნამდვილ სიყვარულს შეხვდა და მიუხედავად ყველაფრისა, მეხსიერებაც დაუბრუნდა. ასეთი ძალა აქვს ნამდვილ გრძნობას. მას სასწაულის მოხდანა შეუძლია. მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს. ის ახდენს სასწაულს. სიყვარულს აქვს ასეთი ძალა. ბაჰარ, რა მოხდა? რატომ მოიწყინე? სიყვარული. ნედავ რა გრძნობაა. სიყვარული? ეს შენსავით არაჩვეულებრივი რამ არის. ასეთივე საოცარი და მშვენიერი.
მან რას აკეთებ? კიდევ რა საზიზღრობა ჩაიფიქრე? ასეთ ადგილებში მხოლოდ ბნელი საქმეებით არიან დაკავებული. არაფერია. შენთვის სიურპრიზი მაქვს. რაღაც შავბნელი საქმეა. დემირ, ხმას არ იღებ. არ ვიცი რა ვთქვა. ძნელია სიყვარულის განმარტება. მე კი არ ვიცი მეყვარდა თუ არა. ესე იგი საქმე უფრო რთულადაა. ნუ ღელავ, გაგახსენდება. ასე ფიქრობ? რომ ვერ გავიხსენო? იქნებ სიყვარულთან ერთად გრძნობებიც გაქრა. ფილმის გმირივით უნდა მოიქცე და ბოლოდან დაიწყო. ბოლოდან? ეს როგორ? იმ მომენტიდან ეძებე, როდესაც მეხსიერება დაკარგე. ავარიის მომენტიდან? ავარიის მომენტში შეიძლება რაღაც გაგახსენდეს. არა. ამას ვერ შევძლებ. იქიდან დაიწყო ჩემი უბედურება. იქ დაბრუნებას ვერ შევძლებ. შეძლებ ბაჰარ, ნუ გეშინია. მე ხომ შენ გვერდით ვიქნები. ყოველთვის. გვერდით იქნები? თუ ასეა წავიდეთ. წავიდეთ. აი სუნჰანიმი. შვილო, ჩემო ლამაზო. ნედავ შეგიყვარდეს ის ბიჭი. ბედნიერი ოჯახი გექნება. ისეთი ქმარი გეყოლება, რომელსაც ეყვარები და ბადებს გცემს. მის გვერდით ბედნიერად იცხოვრებ. მარტო კარგი თვისებების კი არა. სიმპათიურიც ყოფილა. დედამისი ისეთი სიამაყით მიჩვენებდა შვილის ფოტოებს. მართლა ხასან, რატომ არ უნდა შეგიყვარდეს ის ბიჭი? ჩემო ძვირფასო. შენ ხომ ლამაზი მყავხარ, ჩემო გოგონა. მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა. ღმერთმა შენაირი ბრილიანტი მაჩუქა. ხოდა მინდა რომ მუდამ ბრწყინავდე. ნედავ ეს სურვილი ამიხდეს. შვილო, როგორ არ გწხვენია? რა მოუწესრიგებელი გაქვს ყველაფერი? დედას. საყვარელო დედა. წერილს რომ წაიკითხავ, გული გეტკინება. მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდი. მალე შესანიშნავ ადგილას ვიცხოვრებთ. აქედან ძალიან შორს. თარიქთან ერთად ამერიკაში მივდივარ, დედა.
ამ ხის სიახლოვეს მოყევი ავარიაში. არ მახსოვს. მოდი მივუახლოვდეთ. მიდი ბაჰარ. შენ გვერდით ვარ. უფრო ახლოს მივიდეთ. წამოდი. საერთოდ არაფერი მახსოვს. დაწყნარდი. ფილმის გმირი გაიხსენე. ახლა თვალები დახუჭე. იმ მომენტზე იფიქრე. იქ მხოლოდ სიბნელეა და სიცარიელე, როგორც ჩემს მეხსიერებაში, სრული სიცარიელეა. მეშინია დემირ, ამ სიბნელის მეშინია. ნუ გეშინია ბაჰარ. სიბნელეშიც კი შენ გვერდით ვიქნები. საერთოდ არაფერი მახსოვს. იმ ავარიაში რატომ მოვყევი? რამეს შევეჯახე თუ სიჩქარეც გადავაჭარბე? არაფერი მახსოვს. ყველაზე საშინელი კი ის არის. არ ვიცი რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა სიკვდილს ჩავხედე თვალებში. სულ მარტო ვარ. დემირ, არაფერი მახსოვს. შვიდად. გაგახსენდება ბაჰარ. გაგახსენდება. არ დანებდე. იმედი არ დაკარგო. თავი აწიე გთხოვ. ფილმის გმირი გაიხსენე. რომ დანებებულიყო, არაფერი გამოუვიდოდა, ის არ დანებდა. შენც ნუ დანებდები. ყველაფერი გამოგივა. ყველაფერს გაიხსენებ. ყველაფერს გაიხსენებ, დამიჯერე.
ასეთი ფსიქოპათი თუ იყავი არ მეგონა. შენი საქმე შეასრულე. ფული აიღე. დანარჩენი რა შენი საქმეა. და ენას კბილი დააჭირე. რაც გინდა ქენი, რაში მაინტერესებს. მიდი. ეს ხალი გიჟია. უგეთხარ? ხშია? გელივით ხშია. რადგან ასეა, წავიდეთ. საოცარ ადგილზე წაგიყვან. თანახმოვარ. კარგი, წავიდეთ. ვერ ვიშორებ. ერთი წუთით ბაჰარ. სასწრაფოდ მჭირდები. პრობლემები მაქვს. რა გჯერს? რამე მოხდა? რა სახე გაქვს? რამე ცუდი მოხდა? უნდა წავიდე, სასწრაფო საქმე მაქვს. სერიოზულად? სამწუხაროდ. დამიჯერე ამ საქმის აქვე მოგვარება რომ შემეძლოს არ წავიდოდი, მაგრამ მომიწევს. არა უშავს. ასე ნომიყურებ, რადგან ამბობ რომ მნიშვნელოვანია, ესე იგი ასეა. სამსახურს უკავშირდება? ფილმის ყურებისას დაურეკავთ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ძალიან წუხარ. ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი. არა, დამნაშავე არაფერში ხარ. ახლავე ტაქსის გამოვიძახებ. კარგი. სხვა დროს იყოს. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი. მაგრამ გამოვასწორე. არ ინერვიულო.
დემირი რეკავს. დემირ. ძალიან ცუდად ვარ. გთხოვ სასტუმროში მოდი. აისუნ ჰანიმ, ეს ვინ ჩაიდინა? აისუნ ჰანიმ, გესმით ჩემი? ხოჩახ დემირ. დიდხანს არ გიყო ყმანია. არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ ყველაფრისთვის მოგიწევს გადახდა. ერთი წუთით. რა ხდება ძმაო? საიდ, აქ მიწის ნაკვეთის სანახავად ვიყავი. აქ არანაირი მიწის ნაკვეთი არ არის. გამატარე. ფუშენი. ესე იგი, დედის მიტოვება და ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე. იმ ნაძირალა თარიქთან ერთად. წერილის დადოვებას და დედა შენის მიტოვებას აპირებდი. ასეთი რა გაგიკეთე, შვილო? რა დავაშავე? ასეთ რამეს ვიმსახურებდი. დედა, შეხედე, დეიდა ფირაიეს ქრიზანტემები აყვავილდა. შენთან ქოთნით გამომატანა. ღმერთო, დედა. შენ ჩუმად აპირებდი ამერიკაში წასვლას? თანაც იმ თარიქთან ერთად. შენ საყვარელთან. ასეთი რა ფილმია, რომ აღარ დამთავრდა. უკვე რამდენი ხანი გავიდა. ყველაფერი იმ ადვოკატის და მისი დის გამო ხდება. ღმერთო ჩემო. დედა, ყველაფერს აგიხსნი. რას ამიხსნი? ისედაც ყველაფერი გასაგებია. ამას რომ წერდი, სირცხვილის გრძნობა არ გაწუხებდა? ხელი არ გიგანგალებდა? ეს ძველი წერილია. თარიქს დავშორდი. ჩვენ შორის აღარაფერი ხდება. ეს წერილი მაშინ დავწერე, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო. დედა არ საწასვლას არ ვაპირებ, არ ჩემს მიტოვებას. შენ ჩემზე უარი თქვი, შვილო.
რადგან ასეთ რისკზე წახვედი, ესე იგი შენთვის არაფერს წარმოვადგენ. დედა, გთხოვ, ამას ნუ ამბობ, გემუდარები. ის როგორი ფიქრე? დედა, ჩვენ თუ ამერიკაში წავიდოდით, შენც წაგიყვანდით. მე მხოლოდ ამ პირობით დავთანხმდი. მერე გადავიფიქრე, შენს დატოვებას შევძლებდი? დედა, გთხოვ. უასროდ ღვილებით შეცდომის გამოსწორებას ცდილობ, მაგრამ ვერ გამოასწორებ. ხვდები მაინც, რამდენი რამის გადალახვა მომიხდა, რომ მარტოობაში გამეზარდე. თავაწელს რომ შეგძლებოდა სიარული. როცა ცილი დაგწამეს, მთელი რაიონის წინააღმდეგ წავედი. დაგიცავი. და სამაგიეროდ რა გთხოვე? მხოლოდ ერთი რამ. გახსოვდეს, რომ დედა გყავს მეთქი. თურმე, ესეც ბევრი ყოფილა შენთვის. ვინ გამიზრდი ხარ? დედა, გთხოვ. საკმარისია. ცარიელი სიტყვების მოსმენა აღარ მინდა. რისი გაგებაც საჭირო იყო უკვე გავიგე. დედა, მაპატიე, გაჩუმდი. ღმერთმა დამწყებლოს. დამნაშავე ვარ. დედა, გთხოვ, თვალი გაახილე. დედა, გთხოვ. დედა, გონსმოდი. დედა. ალო, სასწრაფო დახმარება გვესაჭიროება. დედა, ჩემო გონება დაკარგა. მონაკუიოს რაიონი. ნომერი 1. დაუჩქარეთ, გთხოვთ. დედა, გთხოვ, დედა. კეთილი იყო შენი მოსვლა, ბაჰარ. გმადლობ. ყველაფერი რიგზია? მარტო რატომ ხარ? ნუ თუ დემირმა ტაქსით გამოგიშვა. საიდან იცი, რომ ერთად ვიყავით? გასვლისას არ გითქვამს, მაგრამ გამახსენდა, რომ კინოში აპირებდით წასვლას. როგორც იყო? ხომ მოვედი? თანაც რადგან არ შეიძლებოდა მარტო მოვსულიყავი. მეხსიერება დავკარგე და არა გონება. სახლის გზას ვაგნებ. ეს არ მქონია მხედველობაში. დემირს ხომ შეეძლო თავაზიანობის გამო სახლში მოეცილებინე, მაგრამ დემირისგან თავაზიანობას რატომ ველი? დაივიწყე, მნიშვნელობა არ აქვს. არც ისე კარგად გამოიყურები, ბაჰარ. გაგაბრაზა? არა, არ გავუბრაზები ვარ. უბრალოდ დავიღალე და მომშივდა. შევჭამდა კონსმოვა. მოდი სადმე ვისადილოთ, მეც მშიერი ვარ. საჭირო არ არის. ფამუქი რამეს მომიმზადებს. ბაჰარ, ერთი რესტორანია, სადაც მამა შენთან ერთად დავდიოდით. ძალიან გემრიელი კერძები აქვთ. იქ წაგიყვან. თან სიტუაცია შეიცვლი. მამასთან ერთად დავდიოდით? ხო, იქაურობა ძალიან მოგწონდა. თუ ასეა, კარგი. გამოვიცვლი და წავიდეთ. იქნებ რამის გახსენებაში დამეხმაროს. მოიცა, ბაჰარ. ძალიან ლამაზი ხარ. არაჩვეულებრივად გამოიყურები, გამოცვლა რა საჭიროა. ნუ გამოიცვლი. საჭიროა. შესაძლოა რამე გადამესხას. არ მინდა გავაფუჭო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს. განსაკუთრებულ მომენტებთან არის კავშირში. ამას ვგრძნობ. ახლა არ მახსოვს, მაგრამ ოდესღაც გამახსენდება.
ბაჰარ სამწუხაროდ მეხსიერება აღარ დაგიბრუნდება. არა უშავს. ახალ მოგონებებს ერთად შევქმნით, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. მე და შენ. ერთხელაც იქნება მარტოს ჩაგიგდებ ხელში. მერე კი ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ. ამას გპირდები. ივილის გარეშე გამარჯვება არ მოდის დემირ. ვფიქრობ ამად ღირ ხარ. უკვე მოვდივარ. ლოკაცია გამომიგზავნე. ახლავე. ეს ის სასტუმრო არ არის, სადაც შეხვედრა უნდა გაიმართოს. თავს იქ დაგესხნენ? რაც მეც ინერვიულებ, მით მალე მოხვალ. მიდი, ჩემ გამო ინერვიულე. არ მპასუხობს. დღეს იმდენი რამ მოხდა, რომ ახლა კიდევ ეს ბაჰარი მივატოვე და წამოვედი. ხომ ვერ ვეტყოდი, რომ მის დედინაცვალს თავს დაესხნენ. გთხოვ, დედა ჩემი არ წაიყვანო. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. გთხოვ. მითხარით, დედა გადარჩება? დამშვიდი, დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მადლობა ღმერთს. მაგრამ მას გულის ძლიერი სპაზმი ჰქონდა. დროულად რომ არ მოეყვანათ, გულის შეტევა დაემართებოდა. გასაგებია, მაგრამ მკურნალობის მერე ძველებურად იქნება? გამოჯამრთელდება? სამწუხაროდ ბოლომდე ვერ განკურნავთ, მაგრამ თუ მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, შესაძლოა საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული. გემუდარებით, ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლებათ. ჯერჯერობით რეანიმაციაში დარჩება, რამოდენიმე მანიპულაციის შემდეგ პალატაში გადაიყვანენ და მის მდგომარეობას დავაკვირდებით. დიდი მადლობა, ექიმო. გამოჯანმრთელებას უსურვებ. ღმერთო, დედა ჩემი ავადმყოფოში ჩემ გამოა.
ხაზან დაგონილს რა დაემართა? ძალიან შემეშინდა. მეგონა დედას ვკარგავდი. გავიგე რომ სასწრაფომ წაიყვანა. მაშინ მე აქ გამოვიქეცი. მომიყევი რა დაემართა? დავინახე იატაკზე უგონო მდგომარეობაში იწვა. ექიმმა თქვა რომ გულის სპაზმი ჰქონდა. ჯერჯერობით აქ უმკურნალებენ. ექიმებმა რა თქვეს? ექიმმა მითხრა რომ პალატაში გადაიყვანენ. ხაზან, დამშვიდდი. დედა შენი ძლიერი ქალია, სწრაფად გამოჯანმრთელდება. დედა ღმერთო გემუდარები, კარგად ამყოფე დედა ჩემი. მას რომ რამე დაემართოს, ვერც მე ვიცოცხლებ. ბედმა გაგირიმაშერებ. ბაჰართან ერთად ისადილებ. ადრე ამას მხოლოდ სიზმრად თუ ნახავდი. მოახლეს ბატონად ვინ აქცევს იღბალი. ძალიან სიმპათიური ხარ. დღე კარგად დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. დემირი ასე სწრაფად რატომ წავიდა? იქნებ ჩემ გვერდით მოსწყინდა. არა, ამას მაშინვე მივხვდებოდი. ხო, მივხვდებოდი. დედა დედა გემუდარები მაპატიე. ჩემს აქციელს ძალიან ვნანობ, დედა. არ იცი როგორ შემეშინდა. უშენოდ რა უნდა ვქნა? გპირდები, სიტყვას გაძლევ რომ არასდროს მოგატყუებ. დედა გთხოვ. დედა, ისე მოიქცევი, თითქოს არ ვარსებობ. შენ თვითონ მოიქეცი ისე, თითქოს არც ვარსებობდე. ჯობდა ჯერ დაფიქრებულიყავი, სანამ დედაზე უარს იტყოდი და თარიქთან დაიჭერდი საქმეს. დედა, ეს თემა დახურულია. თარიქი აღარ არსებობს, მას დავშორდი. ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? ეს იმას ამართლებს, რასაც ჩემ ზურგს უკან აკეთებდი. მის მერე როგორ უნდა გენდო, ხაზან. ვიცი, დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ჭკუა ვისწავლე, აღარასდროს მოგატყუებ. რა სულელი ვარ, სულელი. ეს წერილი რომ არ მეპოვა,
ამ წუთასაც ტყუილში ვიცხოვრებდი. იმ დღეზე ვოცნებობდი საქმრო როდის გამოგიჩნდებოდა. ვოცნებობდი საბატარძლო კაბაში დამენახე. ჯობდა მომკვდარიყავი, ვიდრე სირცხვილი განმეცადა. დედა, ღმერთმა დაგიფაროს. გადი აქედან. გადი. ახლავე. გონო ხანიმ, გთხოვ დამშვიდდით. ჯერ ისევ სუსტად ხართ. გთხოვთ გარეთ დაელოდეთ. ეგთანო, დამამშვიდებელი გაუკეთეთ. ბაჰარ, რა გჯერ შვილო? მოწყენილი რატომ ხარ? შერეფმა სადილად რესტორანში წასვლა შემომთავაზა, მაგრამ არ მინდა. ხედავ, დილით სახე გიბრწყინებდა, ახლა კი ჩამოგტირის. ასე ცუდად გამოვიყურები? არა ჩვეულებრივად გამოიყურები, მაგრამ საერთოდ არ გიხარია. თითქოს ვიღაცა ძალით მიყავდე. დემირთან ერთად ვაპირებდი სადილობას, მაგრამ რაღაც პრობლემა გამოუჩნდა, ამიტომ ყველაფერი შეიცვალა. აღარ წავედით. ახლა გასაგებია შენი მოწყენის მიზეზი. მითხარი, ფილმი მოგეწონა. ფილმი? ხო. წავალ. მე შერეფი მელოდება. კარგი, დროებით. რა გენი? საქმეები მოაგვარე? მზად ხარ? ძალიან კარგი. მართალია შენაირი ლამაზი არ არის, მაგრამ მეტი ვერ ვიპოვე. საჭირო არ იყო. ყველად მოწყვიტე. მითხარი, იმ რესტორანში ჩვენი მაგიდა გქონდა? იქ ხშირად დავდიოდით? გზაში მოგიყვები. კარგი, მაგრამ უმნიშვნელო დეტალიც კი მაინტერესებს. შევთანხმდით? გთხოვ.
მიდი ეისუნ. აისუნ ჰანიმ. დემირი ვარ, კარი გააღეთ. მან ხართ აისუნ ჰანიმ. აისუნ ჰანიმ, კარი გააღეთ. დემირ. დემირ. როგორც იქნა მოხვედი. როგორც იქნა მოხვედი. აისუნ ჰანიმ. ეს რა არის? ეს ვინ ჩაიდინა? არ მკითხო. სიკვდილს სასწაულმა გადამარჩინა. კარგი, დამშვიდით. დამშვიდით. ნოტირით. დაუგონულ. გაგახვიძე? არა, შემოდი. მალე გამოჯამრთელდი. ძალიან განვიცდი. მითხარი, რამე გაწუხებს? არა. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ცოტა სუსტად ვარ. დაო, შეიძლება არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ ხაზანი დერეფანში გაუჩერებლად ირის. შენს გაბრაზებული ხარ. იჩხუბეთ? ცუდად ამიტომ გახდი? უბრალოდ არ ვიცი რა პრობლემა გაქვთ. შენი არ ვიცი, მაგრამ თურმე მეც ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია. ჩემი შვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. როგორ მიხაროდა საქმრო რომ გამოუჩნდა, მაგრამ ჩემ შვილს იმ არამზადა თარიქთან ქონია საქმე. ვერ გავიგე, ხაზანს მასთან რა საერთო უნდა კონდეს? თარიქი ხაზანს სულ კუჩში დაყვებოდა, მაგრამ მერე ხაზანმა ჩამოიშორა. მე მომატყუა. იმ უსინდისოს გამო საკუთარ დედაზე უარი თქვა. ღმერთო, ახლა რა უნდა ვქნათ? ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ. დამშვიდით. დამშვიდით. მითხარით ვინ იყო? თავს ვინ დაგესხათ? არ ვიცი, დემირ. ჩემ წინ მოულოდნელად გაჩნდნენ. ძალიან ბევრი იყვნენ. შემეშინდა. გოისჯერ ისე ვერ მოვსულ ვარ. კარგი, კარგი. დამშვიდით. ღრმად ისუნთქეთ. აი ასე. აი ასე. ახლა ყველაფერი თავიდან მომიყევით. მორჩა. მე
ქვემო ჩასასვლელად მოვემზადე, მაგრამ უცებ დამირეკეს და მითხრეს, შეხვედრის ადგილი შეიცვალაო. მერე გავედი, რომ ახალი ადგილი მომეწევნა. უცებ ნიღბიანები გამოჩნდნენ და თავს დამესხნენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მათგან თავის დაღწევა მოვახერხე. და აქ, სასტუმროში დავბრუნდი. მეგონა მოუკვდებოდი. ძალიან შემეშინდა. ძალიან. თათბირი სად იყო? გაიხსენეთ, თათბირი სად იყო? არ ვიცი. არ ვიცი. ვერაფერს ხვდები. შოკში ვარ. დემირ, გეუბნები კი ნახა მოვკვდი მეთქი. შენ კი დაკითხვას მიწყობ. სასწრაფოდ განყოფილებაში უნდა წავიდეთ. შესაძლოა თავდამსხმელები აქვე ახლოს იყვნენ და დააკავონ. არა, დემირ. ჰარონის სიკვდილის მერე უბედესი დრო განყოფილებაში გავატარე. დავიხალე, დემირ, დავიხალე. ჩვენების მიცემა ყელში ამომივიდა. მაინც ვერაფერი გაარღვიეს. იპოვეს? ჰარონის, ჩემი ქმრის მკვლელი იპოვეს? არა. დღემდე ეძებენ. ახლა დასვენება მჭირდება. იქ მერე წავალ და რაც ეჭიროა გავაკეთებ. დამიჯერეთ. შესაძლოა ეს ამბავი ჰარონ ბეის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული. ისევ ნიღბიანი თავდამსხმელები. ისევ უეცრად გაჩნდნენ. ასეთი დამთხვევა იშვიათად ხდება. აისუნჰანიმ, როგორც ჩანს, ოჯახს მტრები ჰყავს. ახლა მათი სამიზნე თქვენ ხართ. პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა. განყოფილებაში უნდა წავიდეთ. დემირ. მათი მეშინია. მხოლოდ ერთი რამ მინდა. თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. გთხოვ, ჩემთან იყავი. თარიკ, ჩემი არ გესმის? გოგოს დედა საავადმყოფოში წაიყვანე, შენ კი სიტუაცია შენს სასარგებლოდ გინდა გამოიყენო. ნუ მანანებ რომ გითხარი. რატომაც არა? ეს ყველაზე კარგი საბაბია. მივალ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მასთან ყველაფერში დამნაშავე ხარ, ძმაო. ნამუსი იქ მისვლის საშუალებას მოგცემს? ქალები საერთოდ არ გესმის. ჰაზანს დამშვიდება სჭირდება. ადამიანი სჭირდება, ვის მხარზეც თავს ჩამოდებს და იტირებს. ვინ შეიძლება ეს იყოს თუ არა მე? ის ახლა ემოციურად განადგურებულია, ჩემს ბოდის მიიღებს და მაპატიებს. დეიდაგონული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესე იგი რაღაც სერიოზული, ასე რომ ჯობს არ მიხვიდე. ზედმეტ პრობლემებს ნუ შეუქმნი. მორჩი ყვირილს და საერთოდ ჩემს საქმეებში რატომ ერევი? გავიქეცი. ღმერთო, დაეხმარე რომ გონს მოვიდეს. იქ ყოველ კვირას მივდიოდით? არა, ასე ხშირად არა. მხოლოდ დაბადების დღეებზე, ღირსშესანიშნავ თარიღებზე და დღესასწაულებზე. ის ადგილი თქვენთვის განსაკუთრებული იყო. ესე იგი, ბევრი რამ გვაკავშირებს. ხო, ასეა. ყველაზე ხშირად რას ჭამდი? რას ჭამდი? მენიუდან ყველაფერს სიამოვნებით აგემოვნებდი. კატლეტი ბადრიჯნის პიურესთან ერთად. ბოსნეული ზღვეზელი, განსაკუთრებით ხორცის ბურთულები გიყვარდა. შენსაც რომ შეჭამდი, ჩემსაზე გადმოდიოდი. თურმე რაც უდად ვიქცეოდი, მაპატიე. რას ამბობ? ხორცის ბურთულები არაფერ შუაშია, უბრალოდ იმის ახსნავ ცადე თუ როგორ გიყვარდა. ისე კარგად ამიხსენი, რომ ბადა აღმეძრა.
წამლის სწორად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ. პრობლემა არ არის. ყურადღებას მივაქცევ. ცხოვრების წესი და სტრესი დიდ გავლენას ახდენს გულის ფუნქციონირებაზე. მართალია. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ხვდებით სიტუაცია რამდენად სერიოზულია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. ვეცდები, რომ არ ინერვიულოს. კარგი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გმადლობთ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი სისულელეს გამო კინაღამ დედის სიკვდილის მიზეზი გავხდი. მაპატიე, დედა, გთხოვ. მაპატიე. ნურჯან, კიდევ დიდი ხანი უნდა. 10-15 წუთი. ექიმმა თქვა, რომ უკეთ გახდები. ამდენი უბედურების და უსიამოვნების მერე საავადმყოფოში წოლა გამაკლდა. ამაზე არ იფიქრო. ღმერთი დაგეხმარება. დაივიწყე წყენა და შვილს აპატიე. ხაზენი ხომ ძალიან ახალგაზრდაა. აშკარაა, რომ თარიქმა ლამაზი სიტყვებით თავბრო დაახვია. მის მიმართ ნუ იქნები ასეთი მკაცრი. გთხოვ, არ გინდა? ჩემი შვილი, საკუთარი შვილი. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. როგორ ვაპატიო? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.